ნამდვილი ფული არ არის ხელფასი, ოქრო ან ფული ანგარიშზე. ეს არის მუდმივი ნაკადი, რომელიც მოძრაობს იმ მიმართულებით, სადაც არავინ ელის. სადაც ყველა ერთი მიმართულებით უყურებს, ჭკვიანი ადამიანი სხვა მიმართულებით იხედება და ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ამას უხილავი ბაზარი ეწოდება. თუ გაიგებ, როგორ იპოვო ის, აღარ მოგიწევს შესაძლებლობების დევნა. ადამიანების უმეტესობა ხმაურისკენ გარბის. ყველა კითხულობს ერთსა და იმავე წიგნებს, უსმენს ერთსა და იმავე ექსპერტებს, დებს ინვესტიციებს, სადაც ყველა ბრბო ყოველთვის აგვიანებს. შემდეგ კი წუწუნებენ, რატომ არ გამოვიდა? იმიტომ, რომ სადაც ბრბოა, იქ უკვე გვიანია. ფულს ხმაური არ უყვარს. ფულს უყვარს ყურადღება, დაკვირვება, სიჩუმე. ის მიდის მათთან, ვინც პირველი ამჩნევს მას. თავიდან ყველას გონია, რომ მდიდრები უბრალოდ სწორ ადგილას იბადებიან, ან რომ მათ გაუმართლათ, რომ კავშირები აქვთ, მაგრამ არა. ნამდვილი სიმდიდრე კავშირები არ არის, ის ხედვაა. ერთი ადამიანი ქუჩაში მიდის და ხედავს ძველ შენობას, აქ ცლილ კედლებს, ეზოში ნაგავს. მეორე იქ ხედავს რესტორანს, სახელოსნოს, ახალ სახლს. პირველი იტყვის, რომ ეს ნანგრევებია, მეორე ხედავს შესაძლებლობას. და სწორედ აქ წყდება ყველაფერი. რადგან ბაზარი, რომელსაც არავინ ხედავს, ყოველთვის იწყება ერთი ადამიანით, რომელიც ხედავს. გსურთ იცოდეთ, სად არის დამალული ფული. შეხედეთ, სად იცინიან სხვები, როცა გეუბნებიან. რაში გჭირდება ეს? ეს არ მუშაობს. არავის სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ახლოს ხართ. იმიტომ, რომ რეალური იდეები ყოველთვის გიჟურად გამოიყურება. შემდეგ კი ის ნორმად იქცევა. ვიღაცა პირველმა გაყიდა წყალი, მას დასცინოდნენ. ვიღაცამ ყავის მაღაზია გახსნა მიმტანების გარეშე. ახლა კი მილიონობით ყავის აპარატები არსებობს. სწორედ ეს ნიშნავს უხილავის დანახვას. ჩემი ბაბუა ამბობდა, თუ ფულის შოვნა გსურს, მიდი იქ, სადაც ხალხს არ ესმის. იქ არის შენი შესაძლებლობა. ცხოვრება მაჩვენა, რომ ყველაზე დიდი შესაძლებლობები ისაა, რაც უცნაურად გვეჩვენება. ადამიანები ხშირად ფულს აშკარაში ეძებენ, მარტივ პასუხებს და მოდურ ტენდენციებს ეძებენ, მაგრამ ებრაულ კულტურაში სხვა რამეს ასწავლიან. უფრო ღრმად ვიფიქროთ, არა ფასაც, არამედ უფრო ღრმად შევხედოთ. არა ბაზარს, არამედ იმას, რაც მას ქმნის. უხილავი ბაზარი არც რეკლამაა და არც ცნობილი გრაფიკული სქემა. ის ადამიანების საჭიროებაში მდგომარეობს. მოთხოვნილება ფულისგან კი არა, ადამიანის სურვილისგან იბადება. დაფიქრდით, რა ამოძრავებს ადამიანებს. რატომ იხთიან? რატომ ხარჯავენ? როდესაც ამის გაგებას იწყებთ, უხილავის დანახვას იწყებთ. ამ მომენტში მეორე ხედვა იხსნება. ზედაპირზე ცხოვრებას წყვეტთ. შეამჩნევთ კანონზომიერებებს, რომლებსაც უმეტესობა ვერ ამჩნევს. და შემდეგ კი თქვენს გარშემო ყველაფერი შესაძლებლობების რუკად იქცევა. საქმე ეშმაკობასა და სიხარბეში არ არის. საქმე დაკვირვებასა და რეალობის პატივისცემაზეა. ადამიანების უმეტესობა ისე ცხოვრობს, თითქოს ყველაფერი უკვე გამოგონილია. მაგრამ ბრძენმა ადამიანმა იცის, სანამ ადამიანი ცოცხლობს, სანამ რაღაც სურს, ბაზარიც ცოცხალია. ეს უბრალოდ ყოველთვის თვალსაჩინო არ არის. ყველაფერი, რაც დღეს აშკარა ჩანს, ოდესღაც უხილავი ბაზარი იყო. ინტერნეტი, მობილური კომუნიკაციები, ონლაინ გაყიდვები, ყველაფერი ერთი ადამიანით დაიწყო, რომელმაც თქვა, მოიცადეთ, აქ რაღაც შესაძლებლობა არის. სანამ სამყარო ეჭვობდა, მან გააკეთა. ამიტომ გახსოვდეთ, უხილავი ფულის შოვნის შესაძლებლობა არ იმალება. ის უბრალოდ გელოდებათ, როდის შეწყვეტთ ბრბოს ყურებას. თუ გსურთ უხილავი ბაზრის პოვნა, დაიწყეთ დუმილით.
მოусმინეთ არა რეკლამას, არა სიახლეებს, არა ახალამებს, არამედ ცხოვრებას. მოусმინეთ, რას უჩივიან ადამიანები, სად არიან უხერხულ მდგომარეობაში, სად კარგავენ დროს, სადაც გაღიზიანებაა, იქ მოთხოვნაა. უბრალოდ ჯერ არავის შემოთავაზებია გამოსავალი, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ფული იქ არის. ფული არის ენერგია, რომელიც მიედინება მათკენ, ვინც მოძრაობას გრძნობს. თუ ბრბოს მიყვებით, ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან იქნებით, მაგრამ თუ გაჩერდებით, მოусმენთ და შეხედავთ იქ, სადაც სხვები არ იყურებიან, გახდებით ადამიანი, რომელიც აღმოაჩენს რაღაც ახალს. ეს არის ებრაული ფინანსური სიბრძნის არსი. ჩვენ არ ვეძებთ იმას, რაც ბრწყინავს. ჩვენ ვეძებთ იმას, რაც ჯერ მხოლოდ ციმციმებს. სადაც სხვები ოქროს ეძებენ, ჩვენ ვეძებთ ადგილს, სადაც ოქრო ჯერ მხოლოდ წარმოიქმნება. და სწორედ აქ იბადება ნამდვილი სიმდიდრე. არა იმიტომ, რომ უფრო ჭკვიანი ხარ, არამედ იმიტომ, რომ უფრო ყურადღებიანი ხარ. ზოგჯერ მზერის ერთი გადახვევაც კი ქმნის აზრის ცვლილებას. და თუ აქამდე მოусმინეთ, იცოდეთ, რომ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯი იქითკენ, სადაც არავინ ეძებს. ყველაზე საინტერესო ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ სიმდიდრის საიდუმლო სხვებზე მეტად მუშაობა, ადრე გაღვიძება, გვიან დაძინება, მეტი შეკვეთის მიღებაში მდგომარეობს. მაგრამ თუ დააკვირდებით, თქვენს გარშემო ყველაზე მდიდარი ადამიანები განსხვავებულად მუშაობენ, არა უფრო მეტად. ისინი ფულს არ მისდევენ, ქმნიან სივრცეს, სადაც ფული ბუნებრივად მოედინება. ისინი მოგებას არ ეძებენ, ისინი ისეთ ღირებულებას ეძებენ, რაც აქამდე არავის ენახა. ბრძენი ადამიანი ხვდება, ნამდვილი შრომა ხელებით ან კუნთებით კი არა, თვალებითა და გონებით კეთდება. ბიძა ჩემი ამბობდა ხოლმე, თუ ფულის შოვნა გინდა, მოიფიქრებ იმაზე, თუ როგორ გამოიმუშავო ფული. იფიქრე იმაზე, თუ როგორ დაეხმარო, მაგრამ ისე დაეხმარო, როგორც სხვა არავინ აკეთებს. ეს მარტივი, მაგრამ ძალიან გონივრული იდეაა. ჩვენ არ ვეძებთ მარტივ გამოსავალს, ჩვენ ვეძებთ ღრმა გაგებას, რადგან სწორედ ეს ხსნის უხილავ კარებს. ერთ ძველ მესაათეს ვიცნობდი და ხშირად დავდიოდი მასთან, ბრძნული აზრების მოსასმენად. უყვარდა თქმა, ნუ შეხედავ საქონელს, შეხედე დროს. არ შეხედო იმას, თუ რას ყიდიან, არამედ იმას, თუ როდის და ვისზე. მან დაინახა, როგორ შეიცვალა უბანი, როგორ მოდიოდნენ ახალი ადამიანები, როგორ წავიდნენ ძველები. მან მიხვდა, რომ მოთხოვნა მხოლოდ სურვილი არ არის. ეს მომენტის ანარეკლია. და როდესაც ვკითხე, როგორ მოახერხა ამდენი წლის განმავლობაში ამ საქმეში დარჩენას, გაიღიმა და მითხრა, სანამ ხალხი ჩქარობს, მე ვუსმენ. როდესაც ისინი რაღაც ახლისკენ გარბიან, მე ვეძებ იმას, რაც დაავიწყდათ. და იქ ყოველთვის არის ადგილი ვაჭრობისთვის. ასე რომ, ის იყო ადამიანის მაგალითი, რომელიც უხილავ ბაზარს ხედავდა. შეიძლება იკითხოთ, როგორ არის შესაძლებელი ამის გამოყენება ცხოვრებაში. ეს ძალიან მარტივია. შეწყვიტეთ იმის ყურება, თუ რას აკეთებენ სხვები. შეხედეთ იმას, რას არ აკეთებენ. თუ ყველა ყავის მაღაზიას ხსნის, შეხედეთ, რა აკლია ამ ყავის მაღაზიას. თუ ყველა ტრენინგებს ყიდის, შეხედეთ, რას არ ასწავლიან. თუ ყველა ინტერნეტში მიიჩქარის, შეხედეთ იმას, რაც ჯერ არ გადასულა რეალური სამყაროდან. ყველა ბრბოს მოძრაობას აქვს კუდი და სადაც ბრბო მთავრდება, იქ თქვენი გზა იწყება. მაგრამ ამის დანახვა მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, თუ გაჩერდებით და დაიწყებთ ფიქრს და არა გამეორებას. ადამიანების უმეტესობას სურს მარტივი პასუხები, სწრაფი რეცეპტები, შაბლონები, მაგრამ მე გეტყვით, ნუ ეძებთ შაბლონს, ეძებეთ კანონზომიერებას. შაბლონი მოძველდება, კანონზომიერება კი მარადიულია.
სწორედ ეს არის ნამდვილი ფინანსური ინტუიცია. არა ვიტრინის, არამედ ნაკადის დანახვა. ეს არის ხელოვნება, ნახო იქ, სადაც არავინ იყურება. რატომ არის ებრაული სიბრძნე ასე ღირებული, როდესაც საქმე კეთილდღეობას ეხება? იმიტომ, რომ საქმე ფულს არ ეხება. საქმე სამყაროს გაგებას ეხება. ვინც ხედავს მიზეს შედაგობრივ კავშირს, ის ხედავს მომავალს. ამიტომ, თუ გსურთ იყოთ მდიდარი, შეწყვიტეთ შედეგის დევნა და დაიწყეთ მიზეზების ძებნა. რატომ იწყებენ ადამიანები ისეთი ნივთების ყიდვას, რაც აქამდე არასდროს უყიდიათ? რატომ იცვლება ჩვევები? რატომ ზოგავს ერთი თაობა და მეორე კი უაზროდ ხარჯავს? ამ კითხვაში ჩამალულია ბიზნესი, რომელიც ჯერ არ ჩანს. აქ ახალი ნაკადები ჩნდება. ერთ დროს პატარა გამომცემლობაში ვმუშაობდი. ყველანი შეკვეთიდან შეკვეთამდე ცხოვრობდით. კატალოგებსა და ბუკლეტებს ბეჭდავდით. მაგრამ ერთი დეტალი შევნიშნე. კლიენტები სულ უფრო ხშირად მეკითხებოდნენ, შეგვეძლო თუ არა ელექტრონული ვერსიის გაკეთება. მაშინ ამას არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ქახალდი მარადიულად გვეჩვენებოდა, მაგრამ გრძნობდი, რომ ამ კითხვაში რაღაც იყო, მინიშნება. დავიწყე სათამამო ციფრული პროგრამების სწავლა. 6 თვის შემდეგ კომპანიაში პირველი გავხდი, ვინც PDF კატალოგი შექმნა და ეგრევე განყოფილების ხელმძღვანელობა ჩამაბარეს. როდესაც ბაზარი საბოლოოდ ონლაინ რეჟიმში გადავიდა, მე უკვე აწყობილი სისტემა მქონდა. არა იმიტომ, რომ უფრო ჭკვიანი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ სიგნალებს ვუსმენდი. უხილავ ბაზარზე გენიოსობა არ გჭირდება. უბრალოდ ყურადღებიანი უნდა იყო. ყველა ხედავს დიდ მოვლენებს, მაგრამ დიდარი ადამიანი ჩუმ მოვლენებს აქცევს ყურადღებას. ერთი ჭეშმარიტება ვისწავლე. უხილავი ბაზარი ყოველთვის უხერხულობით იწყება. ყველა დიდი საქმე დისკომფორტიდან იბადება. მათ სურთ, რომ ვინმემ გამოასწოროს ეს და ვინც შეძლებს, ის გამდიდრდება. ახლა კი პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეთ. თუ როგორ გაივარჯიშოთ ეს ხედვა. ყოველდღე დავუსვით საკუთარ თავს 3 კითხვა. პირველი, რას აკეთებს ადამიანი ჩვევის გამო, ფიქრის გარეშე? სადაც ჩვევაა, იქ სიბრმავეა. ადამიანები ნათლად ვერ ხედავენ, რის გამოსწორება შეეძლოთ, რადგან მიჩვეულები არიან. მეორე, რა აღარ არის მოდური, მაგრამ მაინც საჭიროა. მოდა ქრება, მაგრამ საჭიროება რჩება. და მესამე, რას ვაკეთებ მე თვითონ უხალისოდ და გაღიზიანებით. იმიტომ, რომ თუ რამე შენთვის მოუხერხებელია, ეს ათასობით სხვა ადამიანებისთვისაც მოუხერხებელია. მოაგვარე ეს პრობლემა და გაყიდვების სფეროს იპოვი. უბრალოდ ნუ ეძებ თვალშისაცემ ნიშნებს. რეალური შესაძლებლობები არ ყვირის, ის ჩურჩულებს. ყველა სურს იყოს პირველი იქ, სადაც მილიონი სხვა უკვე პირველია. და მე ვამბობ, ნუ გაიქცევით, სადაც ხმაურია. მოусმინეთ, სადაც სიჩუმე არის, სადაც არავინ ლაპარაკობს, სადაც მოსაწყენად გეჩვენებათ. იქ შენდება იმპერიები. ოდესღაც ებრაული ვაჭრები მიდიოდნენ იქ, სადაც არავის სურდა წასვლა. სახიფათო ადგილებში, სოფლებში, სადაც გზები არ იყო, მაგრამ სწორედ იქ აშენებდნენ სიმდიდრეს, რადგან მას ესმოდათ, რომ თუ იქ წახვალ, სადაც არავინაა, კონკურენტი არ გეყოლება და თუ იქ საჭირო ნივთს მიიტან, დაგაბასებენ. ეს არის უხილავი ბაზრის პრინციპი. გადადგი ნაბიჯი იქ, სადაც საშინელება და მარტოსულობა გეჩვენება, რადგან სწორედ იქ იბადება ახალი საქმე. და კიდევ ერთი რამ, ნუ აურევ ერთმანეთში რისკს და სიგიჟეს. ებრაული სიბრძნე ამბობს, რისკზე წადი გონივრულად და არა ვნებით. ნუ შევარდები სიბნელეში დახუჭული თვალებით. უნდა შეხედო, გამოთვალო და გაანალიზო. მოусმინე შენს ინტუიციას, მაგრამ გადაამოწმე გონებით. ფულს უყვარს წესრიგი.
ამიტომ მაშინაც კი როცა რისკზე მიდიხარ, მოემზადე. ყველა უხილავი ბაზარი მოთმინებას მოითხოვს. თავიდან ვერანაირ შემოსავალს ვერ ნახავ. მაგრამ თუ დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ, არ დანებდე. ნებისმიერი ბაზარი ხილული ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა სრულად ჩაერთვები მასში. დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ უხილავის დანახვა მაგია არ არის, არამედ ჩვევაა. ეს აზროვნების სტილია. ეს არის კითხვების დასმის უნარი, სადაც სიჩუმის არ გეშინია. სადაც ხვები ჩიქს ხედავენ, შენ გარდამტეხ წერტილს ხედავ. სადაც ხვები სიმარტივეს ეძებენ, შენ აზრს ეძებ. და შემდეგ თავად ცხოვრება დაიწყებს ახალი გზების ჩვენებას, რადგან სამყაროს უყვარს ყურადღებიანი ადამიანები. და რაც უფრო ყურადღებიანი ხდები, მით უფრო ხშირად ბედი გიდგამს წინ იმას, რასაც ხვები ვერ ხედავენ. და ეს არის სიმდიდრისკენ მიმავალი გზა. არა მხოლოდ ფულში, არამედ გაგებაში, სიმშვიდეში, თავისუფლებაში. თუ ამას მოქმედებად არ გადააქცევთ, ის მხოლოდ შთაგონება დარჩება. ხოლო შთაგონება მოქმედების გარეშე არის ორთქლი, რომელიც იფანტება. ამიტომ ახლა მინდა გითხრათ, როგორ გამოიყენოთ ეს რჩევები რეალურ ცხოვრებაში, რათა არა მხოლოდ გაიგოთ, არამედ გააკეთოთ კიდეც. პირველი, რითაც ყველაფერი იწყება, დაკვირვებაა. სოფლიო გამუდმებით აგზავნის სიგნალებს, მაგრამ ადამიანების უმეტესობას არ ესმის. ჩვენ ხმაურში ვცხოვრობთ, მუდმივად დაკავებულები, გაფანტულები, აჩქარებულები. უხილავ შესაძლებლობას კი არ უყვარს აჩქარება, მას უყვარს ყურადღება. ჩვევად აქციეთ ყოველდღიური დაკვირვება. შეხედეთ, სად გრძნობენ ადამიანები დისკომფორტს, როგორ კარგავენ დროს და რით არიან უკმაყოფილოები. მაგალითად, რიგში დგომა. ნუ გაბრაზდებით, დაფიქრდით, რატომ არსებობს საერთოდ რიგი. შეიძლება თუ არა ამ პროცესის უფრო დაჩქარება, მოხერხებულად და სასიამოვნოდ გადაქცევა. როდესაც ამ კუთხით დაიწყებ დაკვირვებას, სამყარო შესაძლებლობების რუკად იქცევა. ასე მუშაობს უხილავი ბაზარი. ის იხსნება იქ, სადაც თქვენ ხედავთ შესაძლებლობას და არა გაღიზიანებას. მეორე, გაანალიზეთ ადამიანების ჩვევები. ადამიანები ბუნებით ზარმაცები და პროგნოზირებადები არიან. ჩვენ ყოველდღე ერთსა და იმავეს ვაკეთებთ. იმის გათვალისწინების გარეშე შეგვიძლია თუ არა რამის გაუმჯობესება. სწორედ აგდებს თქვენი შესაძლებლობა. შეხედეთ თქვენს გარშემო. მაგალითად, ყველა დილით ყავაზე მიდის. ასე გაჩნდა ყავის აპარატები. რაც უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით ყოველდღიურ ცხოვრებას, მით უფრო მეც ხედავთ თქვენს ფეხქვეშ. უბრალოდ კარგად უნდა ჩაუღრმავდეთ. მესამე, ახალში ძველი ეძებეთ. მოდა ციკლურია. ის, რაც ოდესღაც დავიწყებული იყო, ადრე თუ გვიან ბრუნდება. უბრალოდ ახალი ფორმით. ძველი იდეები, ძველი ფორმატები, ძველი გემოვნება. ეს ყველაფერი შეიძლება ახალი გახდეს, თუ მათში ახალ კონტექსტს დაინახავთ. მეოთხე, მოусმინეთ, მაგრამ ნუ მიყვებით ბრბოს. დღეს ყოველდღიურად ჩნდება ახალი ტრენდები, თემები და აჟიოტაჟი და ხალხი იქ მიედინება, სადაც უკვე ბრბოა. მიზეზის გაგება არის გასაღები და ეს არის მთავარი. მეხუთე, ისწავლეთ მუშაობა პატარა საქმეში. არ გჭირდებათ მილიონების ლოდინი დასაწყებად. დიდი საქმეების უმეტესობა პატარა რამით დაიწყო. ერთი იდეით, ერთი კლიენტი, ერთი ნაბიჯი. მაგრამ უხილავი ბაზარი კაპიტალს არ საჭიროებს. ის ყურადღებას, ნებას და მოთმინებას მოითხოვს. დაიწყეთ იმით, რაც ახლოსაა. შეეცადეთ გაუმჯობესოთ რაიმე თქვენს პროფესიაში, თქვენს ნაცნობ გარემოში. პატარა ნაბიჯი ხშირად დიდ გზას ხსნის. და თუ პატარას ხედავთ, დიდსაც გაარტყმევთ თავს. ერთ ღამეში მილიონერი ვერ გახდებით, მაგრამ დამოუკიდებლობის გზაზე გახვალთ.
და დამოუკიდებლობა კი რეალურ ფულს ნიშნავს. მე-6. მოთმინება გმართებთ. უხილავი ბაზარი სწრაფად არ იხსნება. შეიძლება დაინახოთ იდეა და იგრძნოთ პოტენციალი, მაგრამ შედეგი მაშინვე არ გამოჩნდება. ადამიანები ხშირად შუაგზაზე ნებდებიან, როდესაც მყისიერ წარმატებას ვერ ხედავენ, მაგრამ ებრაული ტრადიცია ამბობს, ყველა ჩითილს დრო სჭირდება. და თუ იდეა დარგეთ, ნუ ამოძირკვავთ, რომ ნახოთ, იზრდება თუ არა. მორწყეთ, განავითარეთ, გაანალიზეთ. რეალური საგნები ნელა, მაგრამ მტკიცედ იზრდება. როდესაც სიღრმისთვის მუშაობთ და არა მარიაჟობისთვის, დრო თქვენი მოკავშირე გახდება. და ბოლოს, ნუ იფიქრებთ ფულზე, არამედ სარგებლიანობაზე. ფული ღირებულების გვერდითი ეფექტია. თუ შექმნით რამეს, რაც ეხმარება, ცხოვრებას აადვილებს და აუმჯობესებს, ფული თავისით მოვა. მაგრამ თუ თქვენი მიზანი მხოლოდ ფულის შოვნაა, სწრაფად დაკარგავთ შთაგონებას. ფული ინსტრუმენტია და არა მიზანი. მიზანი სიკეთის, სარგებლის, გამოსავლის მოტანაა და რაც უფრო ღრმად გჯერათ ამის, მით უფრო მდგრადი იქნება თქვენი კეთილდღეობა, რადგან სიხარბეზე დაფუძნებული ღირებულება ხანმოკლეა და მნიშვნელობაზე დაფუძნებული ღირებულება ნებისმიერ მოდაზე ხანგრძლივია. ეს არის თქვენი მომავალი შესაძლებლობების რუკა და როდესაც ამას გააკეთებთ, ვეღარასდროს შეძლებთ სამყაროს სხვაგვარად შეხედოთ. თქვენს გარშემო ყველაფერი იდეების, გზებისა და მნიშვნელობის წყარო გახდება. და თუ ერთ დღეს მიხვდებით, რომ ფული ხედვის შედეგია, მაშინ შეწყვეტთ კრიზისების, ცვლილებებისა და მომავლის შიშს. რადგან ადამიანი, რომელიც იყურება იქ, სადაც არავინ ეძებს, ყოველთვის იპოვის გზას. ყველაფერი დიდი იწყება მარტივი მზერით. არა კაპიტალით, არა დიდი სიტყვებით, არამედ ყურადღებიანი მზერით, სადაც არავინ იყურება. ფორმულები არ მუშაობს იქ, სადაც გონება და სულია საჭირო, რადგან წარმატება ბრბოში არ მკვიდრობს. ის დაკვირვებაში, ჯუმად ყოფნის უნარში, მოსმენისა და შემჩნევის უნარში მკვიდრობს. თუ წვრილმანების შემჩნევას ისწავლით, უკვე სიდიადისკენ მიმავალ გზაზე დგახართ. მოусმინეთ ცხოვრებას როგორც მუსიკას. მას აქვს პაუზები, რიტმები, დაფარული მელოდიები და რაც უკეთ გრძნობ მათ, მით უფრო ზუსტად შეგიძლია შენი ნაწილის დაკვრა. ყოველთვის, როცა სამყარო ბნელი ჩანს, ის სინამდვილეში მხოლოდ მას ელოდება, ვინც ზამთელს აანთებს. და თუ ამას ისწავლეთ, არასდროს დარჩებით უსაქმოდ, უფულოდ ან უაზროდ, რადგან ისინი, ვინც უხილავს ხედავენ, არასდროს იქნებიან ღარიბები. ერთი რამ დანამდვილებით ვისწავლე. სამყარო ყოველთვის აჯილდოებს მათ, ვინც ფოკუსირებული რჩება. ინტელექტი თქვენი კაპიტალია, მოთმინება თქვენი პარტნიორია, თავდაჯერებულობა თქვენი იარაღია. ამ სამი რამით თქვენ იპოვით თქვენს უხილავ ბაზარს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. დაიწყეთ სხვაგვარად დანახვით, შეანელეთ ტემპი, გამორთეთ ხმაური, შეხედეთ იმას, რაც თქვენს წინ არის. შესაძლებლობა უკვე არსებობს, უბრალოდ სანამ მოდას მისდევდით, ვერ შეამჩნიეთ, რომ ის უკვე იქ იყო. და თუ გრძნობ, რომ ეს სიტყვები აზრთან ახლოს არის, თუ გინდა ისწავლო იმის დანახვა, რასაც ხვები ვერ ხედავენ, დარჩი ჩემთან. გამოიწერე არხი, რათა არ გამოტოვო შემდეგი საუბრები. შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გადავაქციოთ კრიზისები შესაძლებლობებად, როგორ ვიპოვოთ სტაბილურობა, როდესაც ყველაფერი ინგრევა და როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, როდესაც ხვები პანიკაში არიან. დაიჯერე, დააკვირდი, იმოქმედე. სამყარო სავსეა უხილავი ბილიკებით და ერთ-ერთი მათგანი შენია. უბრალოდ უფრო ახლოს დააკვირდი და შესაძლოა ხვალ იქ სინათლე დაინახო, რომელიც
ახალ დასაწყისამდე მიგიყვანს.